გამარჯობა. დავათის სტელას წარწერები არასწორად არის საკითხული და მისი შინაარსი გაყალბებულია, ამას დავადასტურებთ არგუმენტებით. ჩვენ წავიკითხეთ ეს წარწერები აბსოლუტური სიზუსტით. დავათის სტელა აღმოჩნდა დუშეთის მუნიციპალიტეტში 1980 წელს სოფელ დავათთან, მე-19 საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ინტერიერში. სტელას ზედა ნაწილში წარმოდგენილია ორი მთავარანგელოზი, ჩვენიდან მარცხენა მხარეს მიქაელი, რადგან მის მარცხენა მხართან ახლოს ამოკვეთილია ორი ასომთავრული ასო, მუ და ლუ, რომელთა თავზეც არის ქარაგმის ნიშანი. ტიტლო. დააკვირდით სურათებს და გაეცანით პასტებში. დაზუსტებით ვამბობთ, რომ ის განასახიერებს მთავარანგელოზ მიქაელს, მუს პლუს ლუ. ამასთან ორივე გამოსახულებას მთავარანგელოზებს აქვს ჩარავანდედი. ასევე ამ წყობით მოლო მივხვდით წარწერის წაკითხვის მიმართულებას ჰორიზონტალურ ხაზში, მარცხნიდან მარჯვნივ და არა, როგორც ვთქვათ, პატარიძე და სხვები კითხულობდნენ ზემოდან ქვემოთ. წერდნენ თუ არა ასე შემოკლებით ახალი წეთახლის თვის პირველი ათასლეულის მეორე ნახევარში, დიახ, საეკლესიო ხატებისა და ხელნაწერების ზოგიერთ კონკრეტულ უძველეს ძეგლებზე, ხატსა თუ რელიეფებზე მთავარანგელოზების გამოსახულებასთან გვერდით მოლო წერია. ეს აიხსნება ამგვარად. ადრეულ ეტაპზე საეკლესიო ხელოვნებასა და ხატწერაში ბევრი შემოკლება ბერძნული ორიგინალიდან გადმოვიდა. მიქაელის სახელის დასაწერად ხშირად იყენებდნენ მხოლოდ პირველ და ბოლო ასოებს. ბერძნული პირველი ასო ემი მიუდა, ბოლო ასო ლამბდა. ელი იგივე. როდესაც ქართველმა ოსტატებმა ბერძნული ხატების ნიმუშების მიხედვით დაიწყეს წარწერების ქართულად გადმოტანა, ბერძნული მოლო მიქაელი პირდაპირ გადმოაკოპირეს შესატყვისი ქართული ასოებით და მიიღეს ქარაგმა, ანუ მოლო. აშასადამე დავათის სტელაზე მარცხენა ზედა ნაწილში სრული 100%-იანი სიზუსტით გვაქვს მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულება. გადავიდეთ მარჯვენა გამოსახულებაზე, მასაც ემჩნევა შარანდედის მცირე ნაწილი. თავის მარცხენა მხარეს თვალის გასწვრივ, ხოლო დანარჩენი დაზიანებულია, ასევე დაზიანებულია მისი სახელის სიმბოლოები. დიდი ალბათობით ეს ფიგურა უნდა იყოს მთავარანგელოზი გაბრიელი. რატომ? მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი ერთად მოიხსენებიან, რადგან ისინი ღვთის ნების აღმსვლელებლები, მთავარი ანგელოზები არიან და ერთობლივად განასახიერებენ უფლის ძალასა და სიყვარულს კაცობრიობის მიმართ. მათი ერთიანობა ხაზს უსვამს ღვთის ძლევამოსილებას მიქაელი და სიკეთეს მშვიდობას გაბრიელი. შემდეგ მთავარანგელოზებს ხელთ უკრიათ ეტრატი. მასზე ამოკაწრულია 37 ასომთავრული ასო. ორს, კანს და ტარს აქვს ქარაგმა, რაშიც იგულისხმება გრაფიკული ტექსტი. ჩვენი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის შემდეგი ტექსტი. კან კურთხეულ არს, ტარ ტაძარი, ანუ კურთხეულ არს პლუს ტაძარი. კანში რატომ იგულისხმება ორი სიტყვა კურთხეულ არს? ჩვენი განმარტება ძველ ქართულ ხელნაწერებში ფრაზა კურთხეულ არს იწერებოდა ქარაგმით. პრაქტიკულად მას მხოლოდ ერთი ასოთი კანით ზემოდან ქარაგმის ნიშანი გამოსახავთ. ფრაზა კურთხეულ არს ან მისი სხვადასხვა ფორმა, მაგალითად კურთხეულ არს ღმერთი, მხოლოდ კან ასოთი და თავზე დასმული ქარაგმით გვხვდება ასევე მიქაელ მოდრეკილის იადიგარშიც მე-10 საუკუნე 978-988 წლები. ასევე სინას მთის ქართულ ხელნაწერებში მე-10 საუკუნე სინური მრავალთავები და ლიტურგიკული კრებულები, სადაც კურთხეულ არს მეორდება მუდმივად წარმოდგენილია მხოლოდ ასო ანუ კანით. შემდეგ ასევე აშოტ კურაპალატის ეპიგრაფიკულ წარწერებში ხელნაწერთა გარდა, ეს არის მე-9 საუკუნე. ეს პრაქტიკა ქვის წარწერებშიც ეპიგრაფიკაში გადადიოდა დროისა და სივრცის დასაზოგად. აშასადამე ეტრატზე ამოკაწრული ასომთავრული ანბანის კან და ტარ და ასოები ქარაგმით იკითხება კურთხეულ არს ტაძარი. შემდეგ
სტელას ქვედა ნაწილში წარმოდგენილია ორი ადამიანის გამოსახულება და მარცხენა მხარეს თავს ზემოთ ასევე მარცხნივ არის წარწერა. პირველი ორი ასო ჰორიზონტალურ ხაზში მარცხნიდან მარჯვენა მიმართულებით არის ასომთავრული გუ, შემდეგ მაი, მერე ტყი, ვაი და შე, ანუ გვარამ მამფალი, ტყვეი, ვაი, შემიწყალი. ჩვენი განმარტება გუ გვარამ ამ ორ ასოს თავზე აქვს ქარაგბა, რაც დანარჩენ ასოებზე ვრცელდება, ანუ იკითხება როგორც გვარამ. ვინ იყო გვარამი? გვარამ მამფალი, მმართველობის წლები 830-891 მე-9 საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აშოტ პირველი დიდის უმცროსი ძე, ბაგრატ პირველ კურაპალატის თანამმართველი, ბაგრატიონთა ტაოსტოს ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. აქვე გაგიმხელთ, რომ ადამიანის მეორე მარჯვენა გამოსახულება ეკუთვნის მის ძმას ბაგრატ პირველს. ბაგრატ პირველ კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის მთავარი 866-876 წლები ძე აშოტ პირველ კურაპალატისა და ძმა გვარამ მამფალისა, რომელიც იყვნენ თანამმართველები. გვარამი ცვალებადი წარმატებით ებრძოდა არაბი დამპყრობლებს და თბილისის ამირებს. 853 წელს იგი სომხეთის მთავარ აბულ-აბაზად წოდებულ სმბატთან ერთად ებრძოდა ბუღათურქს. მათი მოწოდებით თიულები და გადაეღობენ ცხვატამდის, ეს არის ცხვატა ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლი, ახლანდელი დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით სოფელ ქვეშეთამდე შესულ არაბთა ლაშქარს და ზლიეს მას. გვარამ შეიპყრო თბილისის ამირა გაბულოცი და ბიზანტიაში გაგზავნა დატყვევებული. დაიპყრო ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი, აშოცი და არტაანი. ამ დროს უნდა მიეღო მას მამფალის ტიტული. სწორედ დუშეთის რაიონშია მერვე მე-9 საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის ინტერიერში დავათის სტელა აღმოჩენილი. იმავე დუშეთის რაიონში, სადაც გვარამ მამფალმა ბრძოლა მოუგო არაბთა არმიას. სწორედ ამ მნიშვნელოვანი ფაქტის აღსანიშნავად აშენდა დავათში მე-9 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და ასევე ეკლესიაში ჩაშენდა გვარამ მამფალისადმი და მისი ძმისადმი მიძღვნილი სტელა. შემდეგი სიტყვა მაი მეორე მამფალი, მაი მთავრდება იოტათი. სტელაზეც ასევეა. მამფალი ძველ ქართულში სახელობით ბრუნვაში იწერებოდა ბოლოში ასო იოტათი. რადგან ის ხმოვანფუძიანია, მამფალი გამოთქმისას ბოლო ორი ასო ერთად ჟღერდა როგორც ერთი მოკლე დიფთონგი. ორი იწერებოდა მხედრული და ასე რომ ვთქვათ იოტა. სიტყვას მამფალი ბოლოში ასო იოტა იმის გამო დაერთოდა, რომ ძველ ქართულ ენაში არსებითი სახელს პლუს არსებითი სახელი კონსტრუქციის დროს მოქმედებდა საზღვრულის შეთანხმების სპეციალური წესი, როდესაც სახელი გვარამი წინ უძღოდა სიტყვას მამფალი. ხდებოდა შემდეგი გრამატიკული პროცესი. საზღვრელი და საზღვრული. ამ ფრაზაში გვარამ არის საზღვრელი, საკუთარი სახელი, ხოლო მამფალი საზღვრული ტიტული. ფუძეკვეცადობა. სიტყვა მამფალი არის იზე დააბოლოებული ხმოვანფუძიანი სიტყვა, რომელიც ბრუნვისას განიცდის ფუძის კვეცას, მამფალის სახელობითი ბრუნის ნიშანი. ძველ ქართულში ხმოვანფუძიან სახელებს სახელობით ბრუნვაში, როდესაც ისინი წინადადებაში დამოუკიდებლად ან საზღვრულის როლში იყვნენ, აუცილებლად დაერთვოდა იოტა ნიშანი. შემდეგ წინმავალი საკუთარი სახელი გვარამ კარგავდა ბრუნის ნიშანს და რჩებოდა უფლექსიო, შიშველი, ფუძის სახით, ხოლო მთელ გრამატიკულ დატვირთვას
და ბრუნვის ნიშანს იღებდა მომდენო სიტყვა. შესაბამისად, სახელობით ბრუნვაში ვიღებდით გვარამ მამფალი. გვარამ მამფალი. ტერმინი მამფალი ნიშნავს მამაუფალს, ქვეყნის პატრონს, ზრუნველს. ბაგრატონთა დინასტიაში ამ ტიტულს ატარებდნენ ის არჩინებული უფლისწულები, რომლებსაც არ გააჩნდათ ბიზანტიური საპატიო წოდებები. მაშასადამე სიტყვა მამფალი სწორად ამოგვიკითხავს. მესამე ტყი, ტყუე. სიტყვა ტყუე ძველ ქართულში სახელობით ბრუნვაში იწერებოდა როგორც ტყუეი, როგორც არის დაწერილი სტელაზე. ასო იოტას გამოყენებით. ასევეა ის სტელაზეც როგორც გითხარით. გრამატიკული და ფონეტიკური წესი. ორმარცვლოვანი ფუძე. ძველ ქართულში სიტყვის ფუძე იყო ტყუე, ხმოვანზე დაბოლოებული, ბრუნვის ნიშანი. ვინაიდან ფუძე ხმოვნით სრულდებოდა, სახელობით ბრუნვაში მას აუცილებლად დაერთვოდა ბრუნვის ნიშანი იოტა. გამოთქმა სიტყვა წარმოითქმებოდა ორმარცვლად ტყუეი, სადაც ბოლო ბგერა იყო მოკლე ნახევრად ხმოვანი. მეოთხეს არის ვაი, წარწერა. იოტათი დამთავრებული, ასევეა სტელაზე. ძველ ქართულში ხშირად გამოიყენებოდა, თუმცა ის წარმოადგენდა არა არსებით სახელს, არამედ შორისდებულს, წუხარებასა და ტკივილს გამოხატავდა. ძველ და კლასიკურ ქართულში, მაგალითად, ძველ ხელნაწერებსა და ვეფხისტყაოსანში სიტყვა ვაი დადგენილია, რომ ასო იოტათი, იოტა იწერებოდა. ისტორიული ფორმა. ქართული ანბანის ძველ ვერსიებში ბგერად შეთანხმება ვაი გამოხატავდა ძახილს, ტირილსა და გლოვას აღნიშნავდა. ესეც მართებულად წაგვიკითხავს. მეხუთე შე, შემიწყალე, შემეწიე. ამ აბრევიატურას შე, ანუ ქარაგმით დაწერილი შე ნიშნავს შემიწყალე ან შემეწიე. გვხვდება თითქმის ყველა ტიპის ძველ ქართულ ხელნაწერსა და საეკლესიო წყაროში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ქარაგმა ქართულ წიგნობრობაში. კონკრეტულად ეს ქარაგმა ფართოდ არის წარმოდგენილი შემდეგ ძირითად წყაროებში. ხელნაწერი ანდერძ მინაწერები, კოლოფონები და მეორე ეპიგრაფიკული ძეგლები, ქვაზე ნაკვეთი წარწერები. საქართველოს სხვადასხვა კუთხის, განსაკუთრებით სვანეთის, სტაოკლაჯეთისა და მცხეთის ეკლესია-მონასტრების კედლებზე, ფრესკებსა და ქვაზე ნაკვეთ წარწერებში ეს ქარაგმა ხშირად მეორდება. ეპიგრაფიკულ ძეგლებში, სადაც წერის ადგილი შეზღუდული იყო, ხშირად კითხულობთ ქ-ქ-შე, ქრისტე შემიწყალე. უფრო ხშირად ნიშნავდა შემიწყალეს, ამიტომ ჩვენც ასე დავასუსტოთ შემიწყალე. თუმცა შეიძლება შემეწიეთ. ესეც სწორად წაგვიკითხავს. დასკვნა. დავათის სტელაზე არის შემდეგი წარწერები. პირველი მიქაელ, მეორე ასომთავრული ანბანი 37 ასოთი, ორი ქარაგმით, რომელიც ნიშნავს კურთხეულ არს ტაძარი, მესამე გვარამ მამფალი, ტყუეი, ვაი ჩემდა, შემიწყალე, შემეწიე. პოსტსკრიპტუმი. რაც შეეხება დავათის სტელას ქვედა ნაწილზე გამოსახულ ორ ფიგურას და რუპატარეძის მიერ მათ იდენტიფიცირებას, ჩვენიდან მარცხნივ ფარნავაზი და მარჯვნივ მირიან მეფე, მართლაც სამეცნიერო ჰალუცინაციაა. ისინი წარმოადგენენ გვარამ მამფალს მარცხნივ და ბაგრატ პირველს მარჯვნივ. პატარეძე მიუთითებდა, რომ სტელას ქვედა ნაწილში თვითონ რომ მირიან მეფედ მიაჩნდა და აღმოჩნდა ბაგრატ პირველი, მარჯვნივ ფეხებთან იყო კიდევ ერთი ასომთავრული წარწერა. ქ მის ქვემოთ ღ, მერე ქს გვერდით ტ, ტს ქვემოთ ჩ და მის ქვემოთ ც, რომელსაც ის კითხულობდა ზემოდან ქვემოთ ქრისტე ღმერთის შამეული, ანუ ტარის ნაცვლად ჟანს კითხულობდა. ბოლო მეხუთე ასო კი გითხარით რომ არის ცან. იმიტომ რომ ზემოთ წარმოდგენილი მისი სამეცნიერო ჰალუცინაციით უნდა მიეღო კონკრეტული წეთაღრიცხვის ქრისტეს შემდგომი ქშ, ანუ ქრისტე ღმერთის შამეული ქ-ღ-ჟ, რათა ასომთავრული ანბანის ასოთა წკრივში
ჩინ და ცინ ასოების რიცხვითი მნიშვნელობები ჩაეთვალა წელთაღრიცხვის მისთვის სასურველ წლებად. ახალი წელთაღრიცხვის 311 წელი თუ კიდევ სხვა რაღაცა. ჩვენ არ გვაქვს ბაგრატ პირველის ფეხებთან განთავსებული წარწერის ზუსტი ასლი, ფაქსიმილი. პატარიძის ნაკვლევ ნათოდულარს კი არ ვენდობთ. თუ ვინმე მოვაწვდის მას, დავიწყეთ მასზე მუშაობას, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამ კონკრეტულ ადგილზე ამ წარწერის არსებობას საერთოდ ვარყოფდა და სტელას დაზიანების კვალად მიიჩნევდა. მაშასადამე სტელაზე გამოსახულია ორი მთავარანგელოზი, მიქაელი და გაბრიელი. მათ ხელთ უპყრიათ ეტრატი, ასომთავრული ამბანის 37 ასოთი და ქარაგმით კ-ტ კურთხეულ არს ტაძარი და ქვემოთ არის მარცხნივ გვარამ მამფალი და მარჯვნივ ბაგრატ პირველი. დიდი მადლობა.